საღამო მშვიდობისა მოგესალმებით ჩემო ძვირფასო ტელემაყურებლებო დღეს კვირა და რა თქმა უნდა თქვენ უყურებთ ყველაზე სასაცილო გადაცემას ანეკდოტების შოუ მე კი არა მაქვს სასაცილო საქმე მაგრამ რა ვქნა უნდა გამოვაცხადო პირდაპირ ასე ვთქვათ თავდასხმა გურჯაანიდან მოკლედ გურჯაანელი ცოლ-ქმარი ჩემო ბატონებო ნათია ცეცხლაძე და ელგუჯა ხუნაშვილი ნათია ცეცხლაძე და გუჯა ხუნაშვილი ცოლ-ქმარი არიან ნათია აჭარელია ხოლო გუჯა კახელი ანუ ოჯახში არც ღვინო აკლიათ და არც ზღვა გუჯა გურჯაანელი შეიხია თანაც ერთცოლიანი შეიხი რადგან მის მრავალცოლიანობას ნათიამ ყადაღადაადო ინტერნეტში ესენი უფრო ცნობილები არიან ვიდრე ილონ მასკი მართალია მასკი უფრო ფულიანია მაგრამ შეიხობას ვერ ქაჩავს თუ მათი მოყოლილი ანეკდოტები არ მოგეწონებათ გუჯამ შეიხობა თუ არა კახელობა ჩამომართვითო როგორც ზემოთ მოგახსენეთ ნათია გაკახელებული აჭარელია და გუჯა გაშეიხებული კახელი ეს რუსთავი 2 და ანეკდოტების შოუა ჩვენ ჯერ არ ვიძინებთ და დარჩით ჩვენთან არ გადართოთ სხვა არხზე ხოლ სტუდიაში სასიამოვნო იყოს სასიამოვნო თქვენი მობრძანება დაბრძანდით მორჩა კარავანი დარჩა. რა ვიცი, გურჯანელი შეიხიო და ერთთან ერთად მომეთქი მთელი ამბავი. ეს ჩემი დღეა, პატა. თქვენი დღე არის. მითხარი, რატო გურჯანელი შეიხი? როგორ უძლებთ ან თქვენ ამას და თქვენ რატო შეგარქვეს? ნუ მე შემარქვა ნათიამ. რატო, აბა მითხარი. რატო და იმიტომ რომ მინდოდა რომ ქმარი მყავდეს შეიხი. ოღონდ იმიტომ კი არა რომ ბევრი ცოლი ყავდეს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ფული ქონდეს. აქედან დაიწყო ეგ თემა. გადასარევი, შენი მე როგორ არის ეგ ამბავი? უცებ შეეგუა მაგ როლს. მოირგვა ასე. ფულის ამბავში როგორ არის? ხო და ვცდილობთ რომ მარტო ფულის ამბავში იყოს შეიხი და არა ეს ცოლობიეს ამბავში. სხვათა შორის რომ გავაჟღერეთ რომ გურჯაანელი შეიხია ჩემი ქმარი თქო. ეგრევე წამოვიდა მესიჯები ქალებისგან რომ კამერა ჩართეო და მე გავიხტიო რა თქინდა ეგო. მართლა? მე ცოტა ეჭვი შემეპარა რომ მინდა შეიხი ქმარი. მაგრამ გუჯამ ეს მომენტი არ გამოიყენა. და გამიხარდა ვიფიქრე, კაი მივაწვეთ ისევ შეიხობას და ბევრი ფული ვიშოვოთ თქო. კი ბატონო, გამოდგა ერთგული ესე. კი, ძალიან ერთგული შეიხი. კარგი, ჩემო ძირფასებო. ესე იგი, გუჯა გავტონათია, ბატონ გუჯა, მოდი ესე უშუალოდ რო გადავიდეთ ბატონობის გარეშე ხო შეიძლება? კი, კი. რა თქმა უნდა. სოციალურ ქსელში არის რაღაცა მთელი ამბავი ატეხილი ამ თქვენ ამბებზე. და წარმოიდგინეთ რამხელა კითხვის ნიშანი მოხსენი რომ თელავერმა კაცმა გურჯაანელებს დაგიძახი. პატა გვიყურებ ხოლმე? ძალიან მაინტერესებდა ეგ. მოხვედრია ჩვენ. რამდენიმე ვიდეო მაჩვენეს როცა გადაწყდა რომ უნდა მობრძანებულიყავით თქვენ და შევხედე რა თქმა უნდა. ხო და აი მაინც მაინტერესებს ეს რანაირად დაიწყო როგორ თქვენი აქტიურობა აი როგორ ჩართეთ მეორე და რამ გადაგაწყვეტინათ ესე თუ სპონტანური იყო თავიდან მოუყვე ნულიდან შეიხობაზე ყველაფერზე ახალი წელი მოდიოდა და რაღაც არაორდინალური საჩუქარი მინდოდა რომ გამიკეთებინათ ჩემი მეუღლისთვის ძალიან მინდოდა წასვლა დუბაიში რაღაცა ისეთ საოცნებო ქვეყანა მეჩვენებოდა და ბოლოს ჩემი კაპიკები გადაუფხიკე და ვიყიდე ბილეთები დუბაიში. ვიფიქრე დანარჩენ ხარჯს გუჯა გაიწევს თქო და ვაჩუქე ეს ბილეთები ახალ წელს. ჩემო მეუღლემ კონვერტი რო გახსნა და შიგნით დაინახა 2 ბილეთი, ქუთაისი აბუ-დაბი. შეგიჟი ხო არა ხარო დუბაიში რა მინდაო? მე ვთხარი შეიხი უნდა გახდე მეთქი დუბაიში და წაგიყვანე. ერთი კვირის წინ არის და ჩამოსულები ვართ ვიყავით იტალიაში, მე პრაღაში ვიყავით და ფული აღარა გუჯას დავყიდულო ბილეთებს დუბაიში. და უნდა წავიდეთ თებერვალში დუბაიში. ხოდა ნუ ეს მე დაიწყო რომ გიჟი ხარო და თან მე იმ წერილში სადაც ბილეთები იყო დავწერე რომ ოცნებები ხდება თქო. დიახ. და გუჯას ვეუბნები რომ ჩვენ რო იქ წავალთ, შენი ცხოვრება კოორდინალურად შეიცვლება, აი ნახავ მეთქი. გიჟი ხარ რა ცხოვრება რა დუბაი რა უნდა ამქალსო და წავედით.
დუბაიში რო წავედით, ისიც ოცნებად მქონდა, რომ იქაური ტანსამოსი მე ჩამეცვა, რა თქმა უნდა და ეხლა მე რომ მეცნებოდა ფოტოსესიაზე ეს ულამაზესი კაბა, გუჯაც რა თქმა უნდა ჩაეცვა. აბა? ნუ 2 სართულიანი კახური დაამაყარა მაგის გამო რა კაბა, ეხლა კაბითვიული ვერ ახარ კარგათო, მაგრამ ხო გიყვარვარ, ხო ესა, ხო ისა, გეხვეწები ერთი სურათი და ჩაიცვა. კაბა ჯერ ვერ დადიოდა, ძალიან უჭირდა, იმიტომ რომ გძელი კაბა იყო და ეს ვატარებდი იმ ბაზრებში ამ კაბებით. მე უკვე მოეწონა, იმიტომ რომ ერთ-ერთ სასწაულ რაღაც ადგილზე ვიყავით, სადაც სანახაობებია ძალიან ლამაზი. მაგას მე მოვყვები. ეგ მივედით ემირის მთავარი სასტუმროა, რომელიც ყველაზე ძვირად ღირებულია დუბაიში და იქ მივედი და მანქანებია ლამბორჯინი დგა, აი როგორ ჩვენთან ოპელი რა ისე. ხო. ამასთან რომ გავიარე და შიგნით მაინტერესებს რა ხდება. იქ ალბათ მილიონერები არა, უფრო მილიარდელები ისვენები. შედიან და რა. მიდიან, მოდიან და ახლა მე ზმანზე ვარ. ხო და მაინტერესებს შიგნით რა ხდება. ესე ხელები შემოვილაგე უკან და შევაჭერი. შევაჭერი გამიხსნეს მობრძანდით. ამ დროს ეს შეიხის ქუდი ეს ყველაფერი. მე უკან მომდევს და მიიღებს ამ დროს. მე და აქედან წამოვიდა რა. და წამოვიდა. არა, რო შევიდა პაატა. ის დაცვამ ხო კარები გაუხსნა. მობრძანდითო რა, ბატონ შეიხვანო იმათ იმიზე შეუშვეს, ასე შეხედეს რაღაცნაირად. გუჯა შევიდა ძალიან ძელავოე ასეთი და მიხვდა რომ ეს მოსწონს. და მთელი ჩვენი კრუიზი დადიოდა ამ ფორმით, რომ ყველა უყურებდა ესეთი დადიოდა. მაქიდან მოეწონა და დაჟე ხა თქვენ რო შეიხს ეძახით ეამაყება მომენტ. იცი რა მაინტერესებს მე ბევრი გამომწერი ყავთ. კი, 120.000-მდე ავედით. სხვათა შორის მაქიდან დაიწყო ეგ ყველაფერი. ყოველდღიურად წერთ რაღაც ვიდეო. ყოველდღიურად როგორც შენ ხარ, სულ კამერების ქვეშ, ჩვენ ტელეფონის ქვეშ, აი ესე ყოველდღიურად ვართ და უკვე ეს ჩვენთვის არის ჩვეული. აი რა წარმატებებია იქ რაიონში თქვენთან გცნობენ, რა თქმა უნდა უკვე და რაღაცა. ნუ კახეთში რო ყველა კატა და ძაღლი გვიცნობს, ეგ უკვე ყველა მიცით, ანუ გვიცნობენ მართლა. იმდენად დიდი კატა და ძაღლი, თავარია ვინმა არ გიცნობს იცოდეს. ო ალბათ. აფრთხილებული ყავა. მე ხო იცი მაგათი ამბავი, ვირები შეიხიან შეგარკვევით. ძალიან დიდი პრივილეგია პატა შენ გეცოდინება, რომ ყველგან რო გცნობენ ისე თუ ასე, შენ ახლა უფრო გცნობენ რა თქმა უნდა. ერთი ისტორია მაქვს შენ პირველად როდის გნახე? აბა გისმენთ? შენ ალბათ აღარ გახსოვს, მაგრამ მე არასდროს არ დამავიწყდება. მოვყვები თუ შეიძლება. პატა გულიაშვილი როგორ გავიცანი? გურჯაანში ვართ. დიახ. სალონში, ცენტრში მაქვს სილამაზის სალონი. მაქიდან დავიწყებ ჩხილებს ვქლიბავდი და ნუ წლების ისტორია 1-5-6 წლის. სალონში ვართ, აზრზე არ ვიყავი სიმართლე რომ გითხრათ, ვინ იყო პაატა გულიაშვილი. იმიტომ რომ ჩვენ სხვა ქვეყანაში ცხოვრობდით და ქართველ ცნობად პიროვნებს საერთოდ არ ვიცნობ. 10 წლის წინ ჩამოვძანდით, ხო? კი. და სალონში ვართ რაღაცა ფუსფუსებ, დედაჩემს ველაპარაკები, ვიდეო თვალით რომ მომენატრედე რაღაცა და გოგოები იძახიან, პაატა გულიაშვილი. ვინ არის მეთქი კაცო? არა და მე ცნობადი პიროვნებები ისე თუ ასე ქიშვარდასთან მქონდა სურათი გადაღებული, იმაზეც მასე მითხრეს ცნობილია გადაიღეო რაღაცა და იმ წინა დღეს ქიშვარდა იყო, იმასთან გადავიღე და ის არის მეთქი ისევ რაღაც ვიღაცნაირი მეთქი, ანუ ისევ იმაზე მეგონა. არაო ეს სხვა არისო კაცო იუმორისტიულ შოუში გამოდის, არ იცი კაცო პაატა და ჩემეუნება. პაატა მაგარია, მაგას უყურებ ხოლმეო. მიხო და მახო რა არიციო მეუბნება. არ მიხო და მარო. ხო, აი ეგ. ხო და არც მაგას არ უყურებ, შეწარმოიდგინე და ვახ, კაცო, მაშინ მაგასთან სურათი უნდა გადავიღო მეთქი. გოგოები რა უნდა უყო? დაუძახებ, კაცო, შემოვა მეთქი. ფანჯრიდან ვიყურები, კარები შევხსენი და პაატა ვეძახი. ეს კიდე მოდი მეთქი ვანიშნებ. ნუ არ ვიცნობ ადამიანს, ვაიმე ვიფიქრე ახლა რომ შემოვა. რა უნდა უთხრა, ისთვის ვეძახი ამ კაცს. შემოდის და ბატონ პაატა, ოცნება მქონდა თქვენთან სურათის გადაღება მეთქი და პაატა მე ოცნება არა ისაო. და გადავიღეთ სურათი ახაც მაქვს Facebook გვერდზე. ბევრმა დააკომენტარა, ჩემი საყვარელი მსახიობიაო. გენაცვალე, გაიხარეთ. მადლობა, კარგია. აი ხო ხედა, უკვე 10 თქვენ დაგიძახებენ, ერთი წუთით შეიძლება თქვენთან. პაატამ დაგვიძახა შოუში, აბა. აი ხო ხედა, ესეა ყველაფერი. მე ხა მინდა ჩემი თამაშის წესები გაგაცნოთ, პირობითობაა, თამაში უბრალოდ კარგი ისტორიები უნდა მოვყვეთ და თემები არის ასეთი: ოჯახი, თევზაობა, სვანები, გურულები, ავტომობილი, ცხოველები, კახელები, ოჯახი და იმერლები.
სულ 3 რაუნდია, დიდი თანხა არ არის, თუმცა მაინც დაფასდება თქვენი კარგი მონაყოლი ამბავი იქნება ეს თუ ანეკდოტი. მათ არის ესე იგი მოწყობილობა თანამედროვე პლანშეტი, რომ აიღოთ და ხედი გაუსვათ, თქვენ დაიწყეთ და რომელი თემაც სამოა, იმ თემაზე რამე ისტორია ან ანეკდოტი უნდა მოყვეთ. თუ არ გამახსენდა? მოგეხმარება შეიხი. ახლა ცოტა ისე დავიბენით თქვენ. ისთვის არის მათ. ისევ ამოატრალეთ და ისე დადეთ, რომ დიახავას. აბა ვნახოთ. ესე იგი გურჯაანში ცხოვრება შეგუეთ? რა თქმა უნდა, სხვა რა გზა იყო. ჩვენებურად ვეგუებით ამას, აი შეიხობთ, რაღაცას ვაკეთებთ და ნებისმიერ ადგილს მასე შევეგუებით. თელაველებთან? თელაველებთან ძალიან იდეალურ მდგომარეობაში. მეტი წილი ჩემი გამომწერები არიან თელაველები სხვათა შორის. მართლა? ჩემიც. ხო არა? სხვათა შორის მიწერენ, რომ ერთადერთი ადამიანები ხართ თქვენო, რომ გურჯაანი შემაყვარეთო. თელაველები ასე მიწერენ. გადასარევი, შვენიერი. თევზაობა ამოვიდა, ჩემო ძვირფასო. ოპა, თევზაობაზე უნდა მოვყვე ანეკდოტი. იცი რა, თქვენ ისეთი კარგი ადამიანები ხართ და მე არ ჩამითვალონ, რომ ჩაგრავს გურჯანელებსო და ნადირობასაც ჩაგითვლით რა. ანუ ჩემი ქმარი უფრო თევზაობაც უყვარს, მაგრამ ნადირობაც ძალიან უყვარს, უფრო ნადირობა უყვარს და მაგაზე მოვყვები ერთ ისტორიას, რომელიც ცხოვრებაში არასდროს არ დამავიწყდება. გუჯა ნადირობაზე როცა მიდის, ძალიან კი, ხშირად დადის, როცა აქვს დრო. როცა შეიხი არ არის, მაშინ მონადირია. ანუ მაგას ძალიან დილით ადრე აკეთებს და მაგითო ასწრებს ასე. კი ბატონო. ხო და დააყენა მაღვიძარა დილის 5 საათზე. რომ ბიძაშვილები უნდა მოვიდნენ და გუჯა უნდა წავიდეს სანადიროდ. მე ახლა ახალი ცოლი რო ვიყავ, ანუ ახალი მოყვანილი რო ვიყავი, ასე ვთქვათ, ვერ ვიტანდი რა ამ ნადირობას, ვერ ვუგებდი, კაცო, დილაუთენია რა გინდა ტყეში რო დარბიხარ, აი რა უაზრობაა მეთქი და სულ ამის წინააღმდეგ ვიყავი, ახლა მომემატა ცოტა ჭკუა და აღარ ვუშლი რა, რაც უნდა აკეთოს მეთქი ვფიქრობ და მაშინ სხვანაირად ვიყავი განწყობილი. და ვიფიქრე ახლა მაღვიძარას მეთქი, გაუთიშავ ამე და გააგრძელებ ზილს ჩვეულებრივ თქო. იმიტომ რომ სხვა დროს ამას ვერ გააღვიძებ მაღვიძარის გარეშე. დადგა ეს დრო 5 საათი. ამისმა ტელეფონმა დრენ, ხელი მივადე უცებ. 5 წუთში ისევ დრენ, ისევ ხელი მივადე, არ არსებობს მეთქი. გამოვვრთე ტელეფონი საერთოდ. და მესმის ახლა, გუჯო, ამისი ბიძაშვილები მოვიდნენ. გუჯა რათი შოლის დინავს. თან ასე ხელები მიჭრავს, არ გაიღვიძოს. გუჯა, იძახიან. ბიჭო, იქიდან იძახიან. всё, მერე ჩაქრა ხმა, ასე იგი წავიდნენ ეს გუჯას ბიძაშვილები და შორიდან ისმის ძაღლი ხო ყავთ თან. ძაღლის რაღაცა ერთხელ წაიყეფა იმ ძაღლმა და ამ ხმაზე გუჯა წამოხდა. და ანუ ახალი გასულები არიან რა, უბრალოდ ის ძაღლის ხმა შერჩა ხმაში და წამოხდა და რატო არ დარეკა მაღვიძარა ამის დედამოწმა რატო არ ხო დავაყენე ტელეფონი გამოგირთე მეთქი გუჯა რო შენ დარჩენ რას ამბობ ქალო არ გაპატიებ ხამარს იკეთებ მათია ამას არ გაპატიებ უნდა წახსოვიყავი ასეთი ისტორია იყო რომ არ მაპატია მაინც დაგტყუათ ახალი მოყვანი და წავიდა სანადირო არიდა გაიქცა აბარა ჩართო ტელეფონი თან ორი რა წაგიყვანდა სანადიროდ ხო აბა მიდი შენ მოყევი ახლა შენ უკვე ახლა მე ისტორიას არ მოყვები ანეკდოტს მოყვები ცოტა არ ვიცი ანეკდოტი ზოგადად ისინი არ აქვს ხოლმე ხო როგორ თქვა მარილი მოაყარე რაც გინდა თვით დავადებთ ტუს პრობლემა არა მოგლეთ მონადირემ გადაწყვიტა რომ უნდა წავიდეო დათზე სანადიროდ ხო დათვით შეიგულა ადგილი იცის იქ ნაწოლი ნახა თუ რაღაცა და აიკიდა თოფი და წავიდა დილით ადრე ჩასაფრებაშია რომ იქ უნდა გამოიაროს ხო და დათმა გამოიარა დაუმიზნა ეს როლა და გააცდინა ხო რო გააცდინა დათმა მიხედა ესე გაცეცხლებული თვალებით და გამოეკიდა გარბის ამ დათმა დაიჭირა შეეწოდა მაგრამ იხმარა ხო და დაღონებული მოვიდა სახში ეკითხებია რა ქენიო აბა მე რაო კაცო გავაცდინეო და არ მოვიდაო მეორე წავიდა მეორეთაც იგივე ისტორია მესამე და მეოთხეზე ახლა მას უეჭველი მოკლავო ცალიანის მაგივრად ხუთიანი წაიღო რომ ეს თუ გავასწენ მეორეს მივაყოლებ მესამე ხო და დაუჭირა და ყველა გააცდინა ერთი გაარტყა მარტო და ითიც უფრო გამამწარა ეს დათვი ხო
ხო და გარბის და დათვი დაეწია და უკან ესე თათი დაადო შემოატრიალა და ბიჭო ბოლოს გამაგებინა ეგ სანადიროთ მოდიხარ თუ ულოთ ვერ გავიქე. კარგი. გადასარევი, მშვენიერი, მოდი ახლა გუჯა შენ აიღე ეს პლანშეტი და გაუსვირო შენი ის ნახო თემა რა იქნება და მე განვაგრძოთ. ეს ახლა ერთგვარი შემოსავლის წყაროც არის, ხო? ერთგვარი არა. სალონი, სილამაზის სალონი, მაქედან დაიწყო. YouTube კი. და ანუ ჩვენ როგორ არის სოციალური აქტიურობა დავიწყეთ, იმიტომ რომ ჩვენი ბიზნესი გავწიოთ წინ. რაც უფრო მეტი ცნობადობა, ხალხიც გვენდობა და რა თქმა უნდა ჩვენც ვაკეთებთ. ანუ სალონზე ამანი მუშავა კარგად, ხალხი. ყველაფერზე მუშაობს ეგ. რაც უფრო სოციალურ ქსელში გასული ხარ აქტიურად და გენდობა ხალხი ნებისმიერ პროდუქტს გაყიდი, ასევე ყიდვა-გაყიდვაში იქნება. ნდობის ფაქტორი ყველგან არის საჭირო ერთი სიტყვით. ძალიან კარგი გისურვებთ რომ მალე ავტომობილი შეგეძინოთ და თან კარგი. აი წეღაროთ კი ოპელი ვით აყენია. ავტომობილია თემა და თქვენ უნდა დაიწყოთ. თუ გაგახსენდათ ავტომობილი. იმოყევით წეღან უკვე აი უნივერსიტეტში გამოცდა ხო და ეს პროფესორი იძახის რომ ესე იგი თქვენ თემას რო უპასუხებთო ეგაო საკმარისი არ არისო ბოლოზეცო პასუხი უნდა გამცითო რა ბოლო კითხვაზე რასაც დაგისვათ ხო და ერთი შემოვიდა ყველაფერი უპასუხა ხაპასხუბით და ეხლა ესე კითხება წარმოიდგინე რომ მანქანაში ზიხარო და ცხელა რას ვიზავო და შუშას ჩაუწევო. всё, წადიო, ვერ ჩააბარი, ჩაჭრილი ხარო. მისა სტიგნაგი გაუშვა. მეორე შემოვიდა, მეორემაც უპასუხა იმას სიგივ. ხო, იმასაც ეს შეეკითხა რა ბოლოში, რომ მანქანაში ზიხარ და ცხელა რას იზავ. რას ვიზავო და შუშას ჩაუწევო. შენც ვერ ჩააბარეო, გილოცავო, მიბძანდითო და ეს ერთი ხუთმა სტუდენტმა შემოვიდა და გავიდა. ერთი და იგივე ამბავი. ყველა შუშა ჩაუწია. ხო და გარეთ ერთი ელოდება და ყველა ეკითხება რა ხდება, აბა რატო როგორ და შემოვიდა ამანაც ყველაფერზე უპასუხა და ეკითხება მანქანაში ზიხარ და ცხელა რას იზავ. რას ვიზავო და მანქანას დავქოქავ და კონდიციონერს ჩავრთავო. აი მაგალითად არ დაიქოქაო, რას იზავ მერეო. რას ვიზავ და გავიხდიო, კაცო. აი მაგრაც ხელაო, წარმოიდგინე რომ მაგრაც ხელა და იგუდებიო. რა გავინიავებ რაღაცას ვიზაო რა. აი უფრო მაგრა უკვე ყდებიო რას იზაო და ბოდიში პროფესორო მაგრამ სურო დედა სიმშუშას მაინც არ ჩაუწევო. მე მაგ შუშის ჩამწევი არა ვარ. კარგი. აბა ავტომობილზე თუ გახსენდებათ რამე ისტორია. რა თქმა უნდა, რამდენიც გინდა. ავტომობილზე ერთი ანეკდოტი მომწონს ძალიან. ქმარი იყიდის ახალ მანქანას. ძალიან მაგარ მანქანას იყიდის და ერთ-ერთ საყვარელ ჟურნალიდან პორნო სურათს აერთებს ამოახფენს მაგარ ქალს ტიტლიკანას და აი ესე პირდაპირ წინ რა არა ქვია იმას ბარდაჩოკი თუ რა ქვია. იმაზე გააკრავს ამ ქალს. ცოლი დაჯდა ეხლა მანქანაში, ვაუ, ნახევრა მაგარიაო, ეს ცოლიც ძალიან მაგარიაო და ეს ვინ არისო? რატო ყავსა გაკრულიო და ეს არის ციკაცო, ის არისო. ცნობილი მომღერალიაო. მე რა ხელში რა უჭირავს, ოსკარიო? მომწონს ეგ ანეკდოტი. იქაც გავაცინები რა. ცნობილი მსახიობი ჯობდა, იმიტომ რომ გრემის პრიზი ცოტა სხვანაირია და მომღერის ამბავში. კარგია, გადასარევი, კარგი მხიარული და კარგი ადამიანები ხართ. ეს ასე ვთქვათ, პირველი რაუნდი ასე ხით-ხიტში კარგ ხასიათზე გავედით და მე ნათიას გადავცე 50 წელს თქვენის ნებართვით და მეორე რაუნდი. მეორე რაუნდიზე ისევ ნათია შენ უნდა პლანშეტს გაუშვა ხელი და მანამდე ერთ კითხვას კიდევ და შვილი ყავთ უკვე თუ ჯერ არ? 3? რა თქმა უნდა. მეცადი ერთად ვარ დროს ტყულა. არა ისე მოყევი, მე მეგონა რომ ახალი შეუღლებულები ხართ. 3 შვილი, გეგაც მასე გამოვიყურებით. ახალი. კი, ნამდვილად ორივე ძალიან კარგად გამოიყურებით.
3 შვილი, გოგონები, ბიჭები, როგორ? გოგო ყავს 13 წლის, მეორე გოგო რამდენი წლის არის აბა თუ გახსოვს? 11. მესამე შვილი? 2 წლის. ხო, ჩვენი ნანატრი ბიჭიც ყავს, გავარტყით პაატა. ენაცვალი, აი, შეიხმავსიო, თავისი გააკეთა რა. ოქრო ხარ, მეთმა გაგიზადოთ, ბედნიერად გიმყოფოთ. და აი, ოჯახიც ამოვიდა თემა. ოჯახზე უნდა მოყვეთ რამე. ოჯახი შეგიძლიათ ნამდვილი ამბავი მოყვეთ, შეგიძლიათ ანეკდოტი. ზოგადად ჩვენი ცხოვრება, ღმერთს მადლობა, უფრო ანეკდოტია რა. აი, დედაჩემს ვეუბნებოდი სანამ შოუზე წამოვიდოდი, რომ ხო, რომ რა უნდა მოუყვე კაცო, ანეკდოტები არც მახსოვს, არც ვიცი მეთქი და თქვენ სულ ანეკდოტი არ ხართ, რამე მოყევიოთ ცხოვრებიდანო და რაღაც უნდა მოუყვე ახლა ესეთი, ოჯახიდან ის მახსენდება, რომ ჩვენ რო დავოჯახდით რა, პირველი დღე როცა გუჯამ წამიყვანა, გავიპარე ასე ვთქვათ. ეხლა დედაჩემთან ხო უნდა დაერეკა, ზარი უნდა დაერეკა, რომ უთხრას, რომ თქვენი ქალბატონი ჩემთან არის. ხა დედაჩემმა არ იცოდა, რომ უნდა წამიყვანოს, არავინ არ იცოდა. რო წაიყვანა. ჯაზე წამიყვანა, კი, საღამოს სადღაც 9-10 საათია, რომ გუჯა მოდიო დავრეკოთო, ტაქსში ვზივართ ამ დროს, მივდივართ გუჯას მეგობართან. გუჯა სხვათაშორის სხვა ქვეყნიდან ჩამოვიდა და ტაქსით მომიტაცა. და წამიყვანა თავის მეგობართან, რომელიც იქ ცხოვრობდა. ძალიან კარგი. ხო და ტაქსში ვზივართ ახლა უკან და გუჯამ მოდი დავურეკავო შენი ტელეფონით და ვეტყვი რომ ქალმა არ ინერვიულოსო რომ ჩემთან ხარო. ურეკავს და აქ ზის გუჯა, აქ ვზივარ მე და აქ გუჯას უჭირავს აი ესე ტელეფონი. ხო და აქედან აქ მესმის რა ტელეფონიდან, იმიტომ რომ ველოდები ახლა ეს დედაჩემი რა სიტყვის. თან ნერვიულობ, ეს ნერვიულობს და გუჯამ რაღაცა აი ქალბატონო ინგა თქვენი ქალიშვილი ჩემთან არის და არ ინერვიულოთ და იქიდან მესმის ხმა. ჩემი ბაღანა ის ახში და მიბრუნე. აჭარელია და ანუ ესეთი მომენტი. გუჯა ყველა სუფრაზე მაგაზე ყვება დედაშემსე და ჩემი ბაღანა და მიბრუნე. ო ისტერიკული კიბილი იყო იქიდან ჩემი ბაღანა სახში და მიბრუნე. მაგრამ ვერ მივართვით არ დააბრუნა და აგერ ჩვენიერი გუჯა ოჯახი. შენ კაი კახური ისეთი კვახე ანეკდოტები იცი და გრიჯებარებენ. საქმე ხდება თელავში. ეხლა წესირებ. ადვოკატების ოჯახია. ცუდად ხარ ვიძახი. ხო და ეს პატარა შვილი ბიჭი ვინც არის, გახდა ადვოკატი. ხო და პირველი საქმე აიღო. ეს პირველი საქმე ამ დროს ის არის, რაც მამას ჰქონდა და მამიდან გადაეცა. ხო და ვახშამზეს ხედა მთელი ოჯახი და ეს შვილი ამაყობს. მამა, გახსოვს ის საქმე მთელი ცხოვრება რომ ვერა და ვერ მოუყარე ბოლო. ნუ ვერ გახსენი. ხო და მახსოვსო დღეს მე მქონდა პირველი სასამართლო და იქვე დავამთავრეო. ანუ შენ მაგარი ხარ შვილო ხო არაო? კიო აბა ხო ხედავ გაჯობეო. ხო მე მაგ ერთი საქმითო შენ მთელი ცხოვრება გზდიდიო და შენ ახლა შენი შვილები რითი უნდა გაზარდო ეგ მითხარია. კარგია, გასაგებია. მოკლედ, რამეს ხوار დაამატებთ ამ ოჯახურ სიტუაციას? თემას დავამატებ. აბა? აი საჭარული კახური თემები, ძალიან ბევრი კურიოზები შეგხვდა ამის გამო, რომ ახალი მოყვანილი რძალი ვარ და ჩვენთან აჭარაში იციან ახლა რაც ვიცოდი, ცოტა ვიცოდი აჭარული, იმიტომ რომ სხვა ქვეყანაში გავიზარდე. და რო ჩამოვედით და დედამთილთან ახლა მომიწია ქართულად ლაპარაკი და დიდად კარგად არ ვიცი ქართული, მაგრამ ქართულად ველაპარაკები რა დონეზეც ვიცი, ჩემი აჭარელი მშობლებიდან. ხო და შევედი სახლში და ეს ჩემი დედამთილი წევს დივანზე. და ვეუბნები, ვა, გაგორდი მეთქი, დაიღალეთ, ხო, ანუ ჩვენთან არის გაგორდი, ანუ წამოწექით, ხო და ესეთ შეშინებული შემხეს რა მაკადრაო. გუჯას უთხრა შვილო, გაგორდი რა, სადაურია ის რა გაგორდიო და ეს ისე ცუდად მახსენდება და თან სასაცილოდ რომ ეს იმან როგორ მაკადრა გაგორდიო ამ ხელა ხალსო და მე კიდე ეს გურჯაანში ვართ ახლა და ისე მოხდა რომ ჩემი ძმა აჭარაში მოხვდა სხვა ქვეყნიდან და იქ გააგრძელა ცხოვრება და აჭარული კილოა იქიდა ეგრევე მე კახეთში მოვხდი. და კახური კილო უკვე ჩემთვის უფრო ლაპარაკზეც ალბათ მეტყობა, უფრო კახურად ლაპარაკობ, ვიდრე აჭარულად. სალონში ვარ, ურეკავ ჩემი ძმა მირეკავს უბრალოდ და ყოველთვის როცა მირეკავს, ხმამაღლავთავ, რომ თან ვქლიბავდი ამ ფრჩხილებს, თან ველაპარაკებოდი და სავსეა ეს სალონი და მირეკავს. ცავ, რა ფერ ხარ? მეუბნება აჭარული, ანუ მიჩვეულია უკვე ტიპი.
კაცო ვეუბნები, მასი ნუ ლაპარაკობ მეთქი, სახში რომ მივედი, უთხარი მასით კილოთი ნუ ლაპარაკობ, დაქცინა მთელმა სალონმა მეთქი. აბა რა გითხრა, რა შვები? ეს მახსენდება. კარგი, მოდი აბა ბიჭო გავუსვიხე შენ. ეს კიდევ ერთი თემას გავიგებთ და მე თავისუფალი თემა იქნება. აიღე ლაშეტი და მე უკვე თავისუფალი თემა იქნება. და მე უფრო გაგიადვილდებათ იმედია. აბა ახელები, ეხლა ბომბა უნდა მოყვე იცოდე. ავისი ყველაფრით. ნუ ერთი ანეკდოტი მახსენდება. თქვენ რომ მითხარი, მაპატიე გაწყვეტილებთ, თქვენ რომ ბრძანეთ რომ გვიყურებთ თუ არაო ჩვენ YouTube-ზე. თქვენ თუ უყურებდით ჩვენ გადაცემას ანეკდოტების შოუს. ტელევიზორში არა, მაგრამ ალბათ სოციალურ ქსელში ხო ხდება. ანუ იცი რა მხდება? ნარესკები მხდება, ანუ მოჭრილი რაღაც სცენარები მხდება, როგორ არა სასაცილოები და იქნება, მაგრამ თლიანად რო დავჯდე და ფაქტიურად მაგის დრო არ გვაქვს ტელევიზორს საერთოდ არა გვაქვს პირველ სართულზე. საიდან მომიყვანეთ ეს ხალ? არა გვაქვს პატა და Facebook-ში ახლა რაც დებთ. ხანუ ახლა ფერი სოფლიო ინტერნეტში არის ასე ვთქვათ შემოფარგლული და იქიდან იღებენ ძირითად ინფორმაციას გასაგები. თავარი რომ ხომ მაინც ხსმენიათ. რა თქმა უნდა, აბა თქვენთან ამისთვის დიდი მადლობა. კარგით, აბა კახელები იცოდე მაგარს ველოდები. შეიხო. ეხლა ზოგადად იმისი არ იყოს გვიყურებთ თუ არაო, კახელებზე რა ანეკდოტებიც გამიგია და რაც არ უნდა მოყვე, ახალს ვერაფერს ვერ მოყვები, ხო? არა. შენებურად მოყვები შეიძლება მეზობლის საიტი ანეკდოტაც კიდე მოყვე. უდაბნოში მოხდნენ აჭარელი და კახელი, კერძოდ კარდენახელი. კარდენახში აი ნათია გადმოგწვა მე მგონი. ჩავაყოლებ რა, რომ კარდენახში ბევრი კიტრი მოყავთ ხოლმე. კიტრი ქვეყანა. ხო და უდაბნოში არიან და ორივე იხჩობიან წყურიან და რა გააკეთონ და ვერცხლის თევზი იპოვეს. ისიც აი კვდება რა, აღარ შეუძლია და სულ ზღაფა. ო და ესენი იძახიან რომ ეს ვერცხლის თევზიაო და გვიშველისო. მოდიო და გთხოვოთო და სამი სრულიო შეგვისრულეო თითოსო და მე ისე ცუდ მდგომარეობაში ვარო, თან ვერცხლისა ვარო, თითოს შევასრულებო. მეც ვერავო და მოკვდები ალბათ. კარგიო და აჭარელმა დამიდგიო ერთი კონტეინერი ოქრო, აქვეო. ეგრევე, იმიტომ რომ რა იმას ეკნა, რა ჩაიქცვა და ეგ მოიფიქრა. კარდენახელი უყურებს და იქ წავიდე ცარიელი წავიდე რა ვაკეთო აზრი არა აქვს. აქ წავიდე რა. მოდი მე კიდე ერთ კონტეინერი კიტრი დამიდე აქაო. ამას კიტრი დაუდო ის მოკვდა და ეხლა შედან აჭარელს უხარია რომ ოქრო აქვს. მაგრამ უდაბნოშია. იმას კიტრი აქ კიტრსა ჭამს. წყალიც აღარ წყურია ყველაფერი და ესეთ პატარა დახლი გაშალა. კიტრი. ხო და კონტეინერის გრილოში ზის ესე რა და წარმოდგენაში ახლა ფანტაზიები რაღაც თქონა გაართოს თავი რომ კიტრია გასაყიდი. ხო და ეს აჭარელი მივიდა და ეუბნება რომ გეხვეწები ერთი კიტრი მაჭამეო რა. ძალიან წყურიაო და ძალიან ამშიაო. იო პრობლემა არ არისო აირჩიო. ერთი კიტრი 10 კილო ოქრო. რა სამოფო კაცო რა ძვირიაო საიდანო. მიდი არა და გაიარ გამაიარე იქ იქნება სადმე. გაიარ გამაიარე და დახია ფათო. კარგია, აბა ისმით. ბაქრაზია კახელები. აჰა. მე კახურ ტაქსისტებზე მოვყვები. აი საინტერესო. ძალიან უყვართ ხოლმე ერთმანეთის წაწვიტინება და ერთმანეთს ეხადავებიან ხოლმე ძალიან მაგრად. გურჯაანელი ტაქსისტები? კი, გურჯაანელი ტაქსისტები რა თქმა უნდა და ეს მომხმარებლებიც რომელიც იმ ტაქსში ჟდებიან იციან რომ უყვართ ერთმანეთს ეხადავებიან ხოლმე და გაიფიქრა ახლა კლიენტმა ვინც უნდა დაჯდეს მანქანაში ერთ უნდა წავიღა და უაგი იმას კლიენტები სულ არ აყავსო. არავინ არ ჯდება იმის მანქანაშიო და მივიდა ერთი მიშოა და იმ ტაქსის ღოს ეუბნება რომ მიშოა ხო და ნუ ძალიან ისეთი რა უყვარდა სხვაზე გადაობა და თვითონ გადაობა და ეუბნება რომ რაო აბაო საერთოდ რო არავინ არ აყავსო ეხლა რომ იმემ დაგირეკოსო აი აქ მოვიტანოსო ნაგავიო და გითხრას ეგ კარდინახში გადაიტანო დაჯექი მაგრამ აწაგიყვანო
დაჯექი წაგიყვარო. გადასარევი, მშვენიერი, ჩემო კარგებო, ეს 2 რაუნდი მორჩა და მოდი ეხლა შეიხი ისე ხო არ იქნება ეხლა მივცეთ ეს 100 ლარი მეორე რაუნდში, იმიტომ რომ მე ეხლა სიტუაციას რო უყურებ, მაინც თქვენთან მოხდება ეგ თახა. და თავისუფალი თემაა. მესამე რაუნდი 200 ლარი თამაშდება და რაზეც გინდათ, რაც გინდათ მოყევით. თავარია რომ იყოს კარგი. მოკლედ წყვილი რაც ოლქმარი არიან და პრობლემა აქვს, ჩვილი არ აყავთ. 1-5 წელი არ ყავთ და უკვე ჩათვალე საჭირო რომ მივაკითხოთო სპეციალისტებს, იქნებ რამე გვირჩიონო, ხო? შევიდნენ ექიმთან, ექიმა დაათვალიერა ყველაფერი, ანალიზები ნახა და სთხოვა რომ ქალბატონო თუ შეიძლება თქვენ გარეთ დამელოდეთ, მე თქვენ მეუღლესო დაველაპარაკები აქ და ეს რო გავიდა და ეუბნება, მოიტა ძმურა, თუ გინდა რომ შვილი გყავდესო, ეს ყველაფერი გააკეთე მოულოდნელათო. კარგიო, ხელი ჩამოართო წავიდა. 2 თვის მერე მოვიდნენ, საჩუქრებით მოვიდნენ, ყველაფერი ექიმო, მადლობა, შენ გადაგვარჩინეო. კარგითო, ქალბატონო, თქვენ ისევ გარეთ დამელოდეთ, სალაპარაკო მაქვს თქვენ ქმართ. რა აინტერესებს? განა რა გააკეთე? რა ჩაიდინა ესეთიო? კაცო არც წამალი არაფერი და მოიტა ძმურად ერთი მომიყევი, რა გააკეთე და რანაირად? რა როგორც მითხარიო, ექიმო, მოულოდნელათო. მაცივართან დაიხარა თუ არა მივარდი და გავაკეთე საქმეო. მე მაგაში რა არის მოულოდნელი? შენ სუპერმარკეტის მყიდველების თვალები უნდა გენაყავ. ამაში დიდი არაფერი ვარა, ხალხი გადაერია სუპერმარკეტში. აბა ნათია, მოყვები რამეს? მოყვები რამეს. თვითფრინავში ვარ, არ დაიწყო. ბავშვობის ანეკდოტია ეგ და ბავშვობის კი არა თინეიჯერობის ანეკდოტია და მახსოვს. ეხლა ვიხსენებ კაც რა მოუყვე ისეთი კიდე, რაც ამას არ ეცოდინებათ თქო და ძალიან ბანალური ანეკდოტია. გოგო ეუბნება ბიჭს, რომელსაც ძალიან მოსწონს, რომ დღეს ჩემთან მოდიო, სახლში არავინ არ მეყოლებაო. ბიჭი მივიდა და სახლში არავინ არ იყო. საოცრად ყვება. ჩემო ძალიან მხიარულო ადამიანებო. მე მინდა რომ მადლობა გითხრათ მობრძანებისთვის, მართლა რა ვიცი. კარგი შტაბ-ჭლებებით ვარ, ხალისიანი ხალხი ხართ და უკვე მივდივართ პლატა, ეხლა არ მოვედით? დარჩით. და მადლობა რომ ჩამობრძანდით, მოიცალეთ თქვენთვის დაკავებული ხალხი ბრძანდებით, უკვე პოპულარული როგორც თავში აღნიშნეთ, ღმერთმა ხელი მოგიმართოთ. ეს 200 ლარია და ხო იცი მოსიყვარულეც ოლქმარიო სულის ტალზე ეტეოდაო და გაგიყოფთ ეხლა ამას მე და თქვენ გზაში პულიც მოვიგეთ პატა? ია გზაში გაარკვიეთ ვის როგორ რანაირად და სად დაიხარჯება ეს. არა, ჩვენ ასეთი ესე თქვათ ჰაერში აღებულ ფულს სხვა საქმეში ვხარჯავთ ხოლმე. შეიძლება აქაც ეგ გავაკეთოთ? ხელმოქმედება ბავშვთა სახლს გადავწყვეტ. სადმე რომ გადარიცხოთ ისეთ ადამიანთან, ვისაც სჭირდება. არ ვიცი, ამას პროდიუსერებთან ერთად რომ დამთავრდება ისი ამ საქციელისთვისაც დიდი მადლობა, გაიხარეთ, ოქროები ხართ. მაგრამ მე რომ დავამთავრეთ, უკვე პროდიუსერი გადაწყვეტს ამ ამბავს. მე დიდი სიამოვნებით და მადლობა რომ ასეთი კეთილი ხალხი ხართ, ისედაც გეტყობოდათ მერწმუნით, ეს რომ კარგი რაღაც თქვენებური ადამიანები ხართ. მოკლედ, მადლობა. ჩვენთან გახდათ სტუმრად გურჯაანელი შეიხი ერთი ცოლით და იმედი მაქვს შემდეგ გადაცემებში მაინც ყველას გაგვაცნობს. მერტმა დაგვიფაროს, ბატა ეს რა გითხარი, ბიჭო? აი, დაარქი და ეგ არის ხა, რა გქნა შეიფერა. მადლობა. მარილი, ბატა. მადლობა, ნახვამდის.